მადლობა მომენატრეთ ყველანი. სამსახურის გრაფიკმა არ მომცა შესაძლებლობა რომ დღეს მეც ყოფილიყავი მცხეთის იზოლატორთან, ამიტომ აქედან გესალმები. დიდი მადლობა, კარგად ვარ და მივესალმები ყველას ჩვენს მაყურებელს, ჩვენს კოლეგებს, ყველა მომენატრა ძალიან და მოკითხვას გადავცემ ყველას, ვისი ნახვაც ჯერ ვერ მოახერხე. მაგრამ ნახავ ყველას აუცილებლად და სათითაოდ მადლობას ვეუბნები ადამიანებს იმ სიტყვებისთვის რომელსაც ვკითხულობ ახლა ნელ-ნელა ამ ხარდამჭერ სტატუსებს თუ გზავნილებს, მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ ეს მხარდაჭერა კი პერსონალურადაც ძალიან სასიამოვნოა, რაც აგვირველია, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია იმით რომ გამოხატავს საზოგადოების სოლიდარობას უპირველეს ყოვლისა იმის მიმართ რომ არ შეეგუება აზრის სიტყვის გამოთქმის გამო ადამიანების ციხეში ჩასმას ან დაჯარიმებას. ხო, მე ვიყავი ასე გამოდის პირველი ვინც Facebook სტატუსის გამო ციხეში ჩასვეს, აი ამ ეგრეთ წოდებული სამმართველოს შექმნის შემდეგ და ეს იყო აქ ჩემში არ არის საკითხი იმდენად, რამდენად ეს იყო გზავნილი, რომ ჩვენ ვართ ესე იგი დიქტატურის ფორმირების დასკვნით ეტაპზე, როდესაც აი ამასაც გავაკეთებთ, გვეუბნება ქართული ოცნების რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. აქ შენ სიტყვებს, შენ სტატუსს აღიქვამ, შენ თავად როგორც რაღაც პროტესტს აი ამ კანონების და აი ამ წესრიგის მიმართ, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ გიორგი თარგამაძის კომენტარი დამამახსოვრდა შენი გამოსვლის შემდეგ, რამდენად წინააღმდეგობრივიც არ უნდა იყოს ახლა პოზიციები რა დაწერა, როგორ დაწერა, მთავარია რომ ეს არისო რაღაც იმ გარემოზე პროტესტი, რომელშიც ცხოვრობთ ჩვენ ყველანი. რასაკვირველია, ერთი მხრივ ეს არის იმ აბსურდის ჩვენება, რომელშიც თავადვე არიან გახლართული, მართლა აბსურდი. ახლა მე იმის გამო რომ საერთოდ არ ვცნობ აი ამ სასამართლოს არ დავდივარ აი ამ სხდომებზე, თორემ იმ სხდომებზე რომ დავდიოდე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება ეს აბსურდი, მაგრამ მგონია რომ საზოგადოებამ ისედაც იცის როგორ აბსურდში არიან, როდესაც ჩვენ სიტყვას ებრძვი, სიტყვა ისეთი მგრძნობიარე მოვლენაა, სიტყვა შეუძლია ყველაფრის გამოხატვა, ყველაზე ძლიერი რამ არის რაც კი ადამიანს გააჩნია, მას უბრალოდ ვერ გააჩერებ ის აუცილებლად მოძებნის გამოსავალს. ეს მისია ვერ შეასრულა ვერავინ, როგორც სამარაჯამოთ უნდა ივანიშვილს ახლა შეასრულოს და ადამიანებს აზროვნება აუგზავნოს და აზრის გამოთქმა აუგზავნოს. მაიამ წარიაშვილი ყავდა სტუმრად იურისტი, რომელიც ჩვენ кейსზე ლაპარაკობდა ეთერში. ეკაბესელიაც იყო ამ თემაზე სტუმარი, რომელიც მოგინახულა და თქვა რომ ტელევიზორი არ ქონდა. შემდეგ ქონდა თუ არ ქონდა მთელი 14 დღის განმავლობაში? არა, იმ იზოლატორში სადაც მე ვარ, ტელევიზორი არ აქვს პატიმრებს, შესაბამისად არც მე მქონდა და ძალიან დიდი მადლობა ადვოკატებს მათი მეშვეობით. ჩავარდნა გაქვს მოკლედ მიმდინარე ამბების, მაგრამ რაღაც ხეტაფეში ქართველი ფეხბურთელების გადასვლის ამბავი რომ დაგაწიეს, ეს ვიცით. ეს მითხრეთ და ძალიან გამიხარდა და საფუძვლიანადაც ჩავუღრმავდები ამ საკითხს და აი წარიაშვილი რატომ ვახსენე ახლა ვახო, რომელიც ლაპარაკობდა შენ кейსზე, ზოგადად ამ სამმართველოს შექმნაზე, ზოგადად კანონში იმ მუხლის ჩამატებაზე, რომელიც კონკრეტულად თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ეხება და ამბობდა, რომ ამ საქმეს შეიძლება სტრასბურგში, მოკლედ მიტანა სტრასბურგამდე და ამას ექნება ის კონკრეტულ პრეცედენტებს იხსენებდა და მიახლოებიც და ამბობდა, რომ ამ საქმეს ექნება გამარჯვება სტრასბურგში, მაგრამ როგორც შენ მივხვდი, თქვათ, ანუ ასე დავსვამ მაინც კითხვას, აპირებ თუ არა რაიმე სამართლებრივი გაგრძელება ჰქონდეს ამ საქმეს.
ხო, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მინდა რომ მცირე განმარტება დავაკეთო. მე ყოველთვის მივესალმები, როდესაც ადამიანები, რომლებიც ვერ პოულობენ სამართალს, შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ევროპულ სასამართლოში ეძებენ ამ სამართალს და ხშირ შემთხვევაში ვხედავთ ჩვენ რომ ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ამას დრო სჭირდება, ვხედავთ როგორ იგებენ ჩვენი მოქალაქეები ამ საქმეებს. საქმე ისაა რომ მე ამას მივესალმები, რასაკვირველია, ეს აუცილებელია, ბრძოლის მეთოდია იმისთვის რომ ადამიანებმა თავის სიმართლე მთელ საზოგადოებას აჩვენონ ჭეშმარიტი სასამართლოს სახით. აი, ჩემ შემთხვევაში მე არ ვცნობ საერთოდ, ის ადამიანებიც არ ცნობენ, მე დარწმუნებული ვარ ამ სასამართლოს, როგორ შეიძლება სასამართლოს ცნობდეს, უბრალოდ არსებობს საერთო ბრძოლასთან ერთად რაღაც ინდივიდუალური დამოკიდებულებებით, მაგალითად, ჩემი დამოკიდებულებაა ის, რომ საერთოდ რადგან არ ვაღიარებ აი ამ სასამართლოს, მე არ მინდა რომ ამ ეგრეთ წოდებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება წავიღო მეორე ინსტანციაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როდესაც სტრასბურგში მიდის საქმე, ის გადის ეროვნულ დონეზე ინსტანციებს. მე უბრალოდ პრინციპული დამოკიდებულება მაქვს, ეს ჩემი ინდივიდუალური დამოკიდებულებაა, რომ არ მსურს რომ აი სააპელაციო სასამართლოსთან კონდეს საქმე. ეს არის და ეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ кейსებს, რომელიც დაგროვდა უკვე დაპატიმრების სახით ერთი შემთხვევა იყო ჩემი, მაგრამ არის სხვა შემთხვევები, როდესაც დაჯარიმებები იყო მეორე. დაჯარიმების უამრავია. კი, და გიორგი, რომელიც ასევე იმ ციხეში ზის ახლაც და მხარდაჭერა და სოლიდარობა მას, სადაც მე ვიყავი და დღეს გამოვედი, ვფიქრობ, რომ სტრასბურგში რაც შეიძლება მეტი საქმე უნდა წავიდეს. უბრალოდ მინდა რომ ეს განმარტება გავაკეთო ჩემს ინდივიდუალურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, თორემ სტრასბურგი რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი რამ არის და აი ეს არის, ასე ვთქვათ, მიზეზი იმისა, მე საერთოდ სხდომებზე არ დავდივარ ვეთყვის საზოგადოებას ამასაც არც ერთ სხდომას არ ვაღიარებ, არ დავდივარ იმ ჯარიმებს, რასაც წერენ და მე მაქვს 6000 ლარიანი ჯარიმა დაწერეს პატიმრობის წინ და მანამდე ვიდრე ეს სამართლო შეიქმნებოდა, ასევე დამაჯარიმეს, მე არ ვიხდი ამ ჯარიმებს ჩემინებით არასდროს ამას არ გადავიხდი, რომ გქონდეს, მაინც არ გადავიხდი და აქედან გამომდინარე ეს აუცილებელი იყო, მე მგონი ეს მცირე განმარტება ჩემი მხრიდან და მადლობა რომ ეს საკითხი წამოჭრეთ. ეთერს როდის დაუბრუნდები? ეთერს მალე დაუბრუნდები, შეუერთდები ფორმულას გუნდს. ვახო, მე მგონი ცალკე აღნიშნვის ღირსია ნინო ჟიჟილაშვილის გამძლეობა, რომელსაც საინფორმაციოც მიყავდა და სანაიას ეთერიც და მოკლედ. ნამდვილად და ესე იგი ნინოსთან ძალიან მერიდება ამ საკითხზე, რომ მთელი თვირთი მას და ჩვენს გუნდს დააწვა, ასე გამოვაკელი მომწყვიტეს ჩემს საქმიანობას, მაგრამ ბატონო, ვახო, მოგმერთები რასაკვირველია. არ ვიცი ახლა ჩემ რჩევას რამე აზრი აქვს თუ არა, მე ეჭვი არ მეპარება შენს გაბედულებაში, ბრძოლის უნარიანობაში, მაგრამ მაყურებელზეც იფიქრე და შენ კოლეგებზეც, ოჯახის წევრებზე რა თქმა უნდა პირველ რიგში ასე მირჩევნია, იმიტომ რომ რაღაცნაირად მესმის რეალობასთან შეუგუებლობის ეს შენი გზა არის, მაგრამ ну 14 დღე ბევრი იყო იმისთვის რომ ეთერი პირველ რიგში ყოფილიყო უშენოთ. მე იცი რომ ძალიან პატივს გცემ როგორც პროფესიონალს ამ პროფესიაში და მოკლედ დაგვაკეთე მინდა ვთქვა. უბრალოდ აი ჩვენ საუბრამდე მე უკვე დავწერე მომდევნო პოსტი და მოვყევი ბაირო მოვყევი ისმენდი და ყოველთვის დავწერე. ერთი ის არის რომ შესაძლოა ახლა სიტყვის თავისუფლების საკითხი თემს ნაწილში ყოველ შემთხვევაში გადის ძალიან სპეციფიკურ სიტყვაზე პაპუაშვილთან დაკავშირებით და ძალიან სპეციფიკურ პერსონაზე, მაგრამ სიტყვის თავისუფლება არის სიტყვის თავისუფლება. არც ერთი სიტყვის დათმობა
არ შეიძლება და ამაში უკან დახევა არ შეიძლება. მე ასე ვუყურებ პერსონალურად ამ საკითხს, იმიტომ რომ როდესაც ერთი სიტყვა აიგზალება ყველა სიტყვა. ამასთანავე მინდა ვაჩვენო ისიც როგორ აბსურდში, აი კლიანად აბსურდია. ამასთანავე არის რა თქმა უნდა ივანიშვილის აზრით დასკვნითი ფაზა, როდესაც ესე გასაღებს დაადებს ყველას პირზე და ეს ვერ მოხდება. კი ბატონო, მესმის შენი უბრალოდ მაყურებელი დარწმუნებული ვარ შენზე შეიქმნიდა ამ წლების განმავლობაში შტაბეჭდილებას, მაგრამ ჩემი პერსონალური მეგობრობიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე წიგნიერი ადამიანი ხარ და შენი ლექსიკური მარაგი უსაზღვროა სპეციფიური სიტყვების მიღმაც, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეს რაღაცნაირად პრინციპული სიტყვა გახდა და არ ვიცი, როგორც რამდენჯერაც უნდა დაგვაპატიმრონ, რამდენჯერაც უნდა ჯარიმა დაწერონ, საერთოდ ეს არაფერს ნიშნავს, რა მიიღო ახლა უფრო მეტი ვიდრე 14 დღის. კითხვა დასვი, რა მოიგო ივანიშვილმა ჩემი 14 დღიანი პატიმრობითო, შეგიძლიათ თუ არა უპასუხო თავად. კი, მოიგო ის, რომ მისი მარიონეტის სახელი კიდევ უფრო გამტკიცდა ამ ჩვენს საზოგადოებაში და კიდევ უფრო მე დავიკითხე მზია ამაღლობელის ტექსტი ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მზიას და ყველას ელენეს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავის პოზიცია გამოთქვა ამ საკითხზე და მზიას არაჩვეულებრივად ჰქონდა ჩამოყალიბებული აზრი, რომ შალვა პაპუაშვილს როდესაც დაინახავს ეკრანზე რომელიმე ტრიბუნასთან ადამიანი, მასზე უფრო მხარად ექნება ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია, იმიტომ რომ არ შეიძლება სიტყვას ებრძოლო, იმიტომ რომ ვერ მოუგებ ამას და ისეთ რაღაცას შეეჭიდა, ბევრ სხვა რაღაცას, მაგრამ სიტყვასაც, რომელთანაც აუცილებლად დამარცხდება ეს რეჟიმი, იმიტომ რომ სიტყვასთან კაცობრიობის ისტორიაში ვერავის მოუგია და ვერ მოიგებს, რა თქმა უნდა, ვერც ეს საწოდავი რეჟიმი. ვახო, ძალიან დიდი მადლობა. გულის ამაჩუყებელი იყო შენ შვილთან პირველ რიგში შეხვედრა, შვილებთან და მოკლედ მინდა დროზე გნახოთ ეთერში. მადლობა ვახო სანაიას და ძალიან დიდი მადლობა დიანა, ძალიან დიდი მადლობა და უდიდესი პატივისცემი ჩემ მიმართ, პირველი ჟურნალისტების, მთელი კოლექტივის მიმართ. დიდი მადლობა ვახო. მადლობა ვახო სანაიას, რომელიც გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში